Think Talk ციფრული დემოკრატიის ცენტრი 30 სექტემბერს დეзინფორმაციის თემაზე მრგვალ მაგიდას გამართავს. თუ რაზე გაკეთდება აქცენტები და რა იქნება ძირითადი მიმართულება, ცენტრის დამფუძნებელი ნინი შენგელია ისაუბრებს ჩვენთან. ნინი დილამშვიდობის, მადლობა სტუმრობისთვის. ნინი, შენ მუშაობ ციფრულ კონსტიტუციონალიზმზე და ამავე დროს ხარ აი ცენტრის დამფუძნებელი და მოდი უფრო გასაგებ ენაზე რომ მოგვიყვე. რას გულისხმობს ციფრული კონსტიტუციონალიზმი და რა თემები იქნება განხილული მრგვალ მაგიდაზე? კი ბატონო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ანუ რაც შეეხება ციფრულ კონსტიტუციონალიზმს, წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელ დღეს ვცხოვრობთ რეალურ სამყაროში, ანუ ჩვეულებრივი ცხოვრება გვაქვს და პარალელურად ვცხოვრობთ ვირტუალურ სამყაროში, ანუ ჩვენი სოციალური ქსელებით. წარმოგიდგენიათ ალბათ, რომ როგორი სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები და სოციალური ქსელები და ვირტუალური სამყარო და შესაბამისად ვირტუალური სამყარო საჭიროებს თავის სამართლებრივ ჩარჩოს. ანუ რეალურად არსებული კანონმდებლობა ხანდახან ჩამორჩება ხოლმე, ანუ ამ სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებებს და ციფრული კონსტიტუციონალიზმის პროცესი სწორად გულისხმობს, ანუ არსებული ადამიანის უფლებების გადახედვას იმისთვის, რომ მოერგოს სოციალურ ქსელებს და ვირტუალურ სამყაროს, რომ ჩვენი უფლებები იყოს უფრო დაცული სოციალურ ქსელში. მაგალითად, ახლა თქვენ სელებრიტები ხართ, ამიტომ ჩემგან არ გესწავლებათ, რომ ალბათ ხშირად აწყდებით დეფამაციას, რეპუტაციის შემლახავი პოსტები სოციალურ მედიაში, ალბათ ხშირად შეიძლება ყოფილიყო თქვენზე, ხო? და ამ შემთხვევაში ვის და როგორ თხოვთ პასუხს, ხო, აი ეს არის საინტერესო. მექანიზმია საინტერესო. მექანიზმი არის სხვადასხვა, ანუ გააჩნია, ანუ ვინ არის თქვათ თქვენი უფლებების შემლახავი არის მეორე იუზერი, მაგრამ ჩვენ ხო ისეთი შემთხვევებიც გვინახია, როცა თქვათ Facebook-მა დახურა თვითონ გვერდები, იმიტომ რომ ეს გვერდები იყო თქვათ fake გვერდები ან ბოტების მიერ მართული ან ტროლების. ანუ აი ესეთ სამართლებრივ საკითხებზე ამ პროცესებს თვითონ ქვია ციფრული კონსტიტუციონალიზმი. ვფიქრობ დაგაინტერესებთ ანუ ერთი კონკრეტული უფლება, ანუ დავიწყების უფლება არის ესეთი ახალი ციფრული უფლება, რომელიც გულისხმობს, რომ წარმოიდგინეთ, რომ მე რო ყოფილიყავი, ანუ არ ვარ, მაგრამ რომ მქონდეს კრიმინალური წარსული და აქედან თქვა სასჯელი უკვე მოვიხადი ამ ჩემი დანაშაულისთვის და აქედან 10 წელიწადში ისევ რომ იგუგლებოდეს ჩემ შესახებ, ანუ ჩემი შავნელი წარსულის შესახებ. ისტორია რო არ იშლებოდეს. ისტორია რო არ იშლებოდეს, ანუ მე მაქვს როგორც თქვა ადამიანს, რომელმაც მოიხადა უკვე, ანუ ხანდაზმულობის გარკვეული ვადა გავიდა, ანუ ყოველთვის არ შეიძლება რომ აქედან 2040 წელსაც ჩემ შესახებ იგუგლებოდეს ყველანაირი ინფორმაცია. ანუ მსგავსი ტიპის მოწესრიგებაზეა ლაპარაკი, ანუ ახალი ციფრული უფლებების ერთობლიობა, რომელსაც ქვია ციფრული კონსტიტუციონალიზმი. და ნინი ამ თემაზე მიწვეული ხართ, როგორც ვიცი, საერთაშორისო დონეზეც, სადაც იქნება საუბარი ადამიანების ამ სოციალურ კონსტიტუციონალიზმში, ქართველი ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. ხომ როგორ მოხდა ეს მოწვევა, რომ გითხრათ და მომხსენებელი იქნები, რამდენადაც ვიცი. დიახ. დიახ, მართალი ბრძანდებით, ანუ ძალიან ვამაყობ ამ ფაქტით. მიწვეული ვარ პროფესორ ედუარდო კელესტეს მიერ, რომელიც არის Facebook-ის გრანტის მფლობელი და იგი წერს ამ კონტენტ მოდერაციის სტანდარტებს, ანუ მისი კვლევითი ჯგუფი. გარდა ამისა, იგი არის თვალსაჩინო საერთაშორისო დონის იურისტი. ჩემი ბექგრაუნდიდან გამომდინარე, ანუ კინგს კოლეჯი მაქვს დამთავრებული და ბატონი კელესტეც იქ მოღვაწეობდა ლონდონში და შესაბამისად იქ გადავიკვეთეთ. ისე მოხდა, რომ საქართველოში, ანუ სოციალური მედიის სამართალში, როგორც ასეთი, ანუ ახალი მიმართულება, ანუ ინოვაციური საკმაოდ, ანუ ამ ხრივ ინოვაციური მიმართულება მაქვს არჩეული და ისე მოხდა, რომ დაინტერესდა საქართველოს кейსით, ანუ საკმაოდ საინტერესოა საქართველო, თუნდაც იმ ხრივ, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს, ანუ რუსეთის მეზობლები, რუსეთია ჩვენი მეზობელი, ამიტომ დეзинფორმაცია ძალიან ხშირად ვრცელდება არა მარტო შიგნით ქვეყნის, არამედ გარედან. ანუ წინასაარჩევნო რეჟიმი საკმაოდ საინტერესოა, ანუ ტროლებით და ბოტებით სავსე სოციალური სივრცე და ამ ხრივ ვფიქრობ, რომ ბევრი მექნება სალაპარაკო. ასევე დავაყოლებ თუ შეიძლება ერთ მოსაზრებას, ანუ ის ორგანიზაციები, ვინც არიან fact-checking-ში ჩართული საქართველოდან, ძალიან ხშირად ისევ Facebook-ის fact-checking-ზე ვსაუბრობ, ანუ სამოქალაქო სექტორიდან, ძალიან ხშირად ეს ორგანიზაციები აწვდიან Facebook-ს არასწორ ინფორმაციას, ან ისევ დეзинფორმაციას ეწევიან, გეტყვით რატომ? ანუ იმ მიზეზების გამო, რატომაც მე შეგნებულად არ შევალ ამ მიზეზებში, ანუ ხშირად ხდება ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდება საქართველოდან.
როა ყველაფერი ძალიან ცუდად არის, აქ ხდება ცენზურა, რომ ანუ რეალურად ვითომ ადამიანების სიტყვის თავისუფლება რაღაც მხრივ შეზღუდულია და რეალობა ის არის, რომ საქართველოს ამ მხრივ დემოკრატიულობის კოეფიციენტი ძალიან მაღალია, ძალიან თავისუფალია ჩვენი სოციალური სივრცე. ხო, და ამიტომ აუცილებელია ზუსტად ამ ბრძოლების გამო, რომ ანუ ობიექტური ხედვები მიეწოდოს უკან Facebook-ს, თუნდაც საქართველოს რეალობაზე. რომელიც გაფილტრავს რა ინფორმაცია არის მცდარი და რა ინფორმაცია არის მართალი. დიახ, და ეს არ იქნება ცალმხრივი, ანუ რაღაცა პოლიტიკური აჯენდის წინწამწევი კი არა, არამედ ობიექტურად, რომ რეალურად დემოკრატიის კოეფიციენტი სოციმედიაში საქართველოში არის მაღალი, იმიტომ რომ არავინ ანუ ჩვენ არ გვზღუდავს ჩვენი სიტყვის თავისუფლებას. კი ბატონო, ყველაფერი იწერება, რაც არის და რაც არ არის. პირიქით, ანუ სიძულვილის ენიდან დაწყებული, ანუ ძალიან ხშირად ვართ მომსწრე ყველანაირი განცხადების ძალიან საინტერესო წამოწყება მედია წიგნიერებაზეც მინდა გკითხოთ, რომელიც საქართველოში მკვიდრდება, ანუ რა გამოწვევების წინაშე შედგას მედია წიგნიერების როლი წარმოადგენელი ხარ დეპარტამენტის. კი, ანუ გარდა იმისა, რომ აქ ჩემი think tank-ი ციფრული დემოკრატიის ცენტრ კონფერენციას დაუბრუნდები, იმიტომ რომ მე მგონი სათანადოდ ანუ ვერ გაგეცით მათ კითხვაზე პასუხი. ანუ გარდა ამისა, მუშაობ კომუნიკაციების კომისიაში, მედია წიგნიერების დეპარტამენტში, რომელიც ახორციელებს მედია წიგნიერების პროექტებს მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის, ანუ სხვადასხვა პროექტებს. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პროექტი არის გამარჯობა რუბი, ეს არის პროგრამირების სახელმძღვანელო პატარა ბავშვები, პატარა მესამე-მეოთხე კლასის ბავშვებისთვის, რომელზეც ლიცენზია მოიპოვა ექსკლუზიურად კომისიამ და შემდეგ დაბეჭდა ეს თარგმნა ეს წიგნი დაბეჭდა და ქართულ სკოლებში, საჯარო სკოლებში ბავშვები პროგრამირებას სწავლობენ სწორედ გამარჯობა რუბის წიგნით, რითიც ძალიან ვამაყავთ. რაც შეეხება კონფერენციის თემას, ანუ მსურს რომ გამოვიყენო თქვენი პლატფორმა, რომ დავაანონსო, ხვალ არის საკმაოდ მაღალი დონის გვალი მაგიდა, ანუ გვერდება ედუარდო კელესტე, Facebook-ის გრანტის მფლობელი და უკვე წარმოადგინა, ასევე ისაუბრებს ამერიკის ელჩის მოადგილე ქალბატონი კატრინ შვაიცერი, რომელიც ამ კუთხით მუშაობს. ბატონი საბაჯიქიძე არის პრემიერის სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი და ქეთი ბოჭგუა დემოკრატიის ლაბორატორიის ჰედი და დაგვესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო სტრუქტურები. დიდი დღე მაქვს. ხვალ დიდი ამბები. ძალიან დიდი დღე მაქვს. ვფიქრობ ჩვენი მომავალი განვითარებისთვის და ძალიან დიდი მადლობა ნინი.